ცნობილი მწერალი ვაჟა ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში, მდინარეს ჩარგლის ნაპირას, პატარა ქვითკირის სახლში. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ 5 შვილი ყავდათ: გიორგი, მართა, ნიკო, ბაჩანა, თედო და ალექსანდრე. ვაჟა 8 წლამდე იზრდებოდა მამის სოფლის ღვთლის და დედის გულქნის წყვილშვილიან ოჯახში. ვაჟა ძმები თედო და ბაჩანა რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ. ვაჟა სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში 1877-1879 წლებში. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ კი გორის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხან სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა 1893-94 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო, მაგრამ ხელმოკლების გამო მალე მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ შინა მასწავლებლობდა, შემდეგ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა, ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით.